შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს საჭესთან ადამიანებზე უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება. ისრაელური კომპანია AutoBrains მიიჩნევს, რომ პასუხი დადებითია. მისი ტექნოლოგია ეხმარება ავტონომიური მანქანების შემდეგი თაობის განვითარებას და ახლა თანამშრომლობს Uber-თან და Nvidia-სთან, რათა რობოტაქსები ევროპის ქუჩებში გამოვიდეს. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის იგორ რაიჩუკ-გაუში. იგორ, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ და გილოცავთ ამ საინტერესო სიახლეს. მადლობა მოწვევისთვის. გიხარით, უკვე წლებია ვისმენთ თვითმართვადი მანქანების შესახებ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ რეალობად არ ქცეულა. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასე და რატომ გჯერათ, რომ თქვენი სისტემა ამ რეალობას შეცვლის? დიახ, პირველ რიგში მე მჯერა, რომ რობოტაქსი და ავტონომიური მართვა უკვე აღარ არის კითხვა, მოხდება თუ არა ეს, ეხლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოხდება. უკვე ვხედავთ ათასობით რობოტაქსს აშშ-ში, სან-ფრანცისკოში, რომელსაც Waymo მართავს. ჩვენ ამ ტექნოლოგიას კიდევ რამდენიმე ნაბიჯით ვავითარებთ და ნერგავთ ბევრად უფრო ხელმისაწვდომ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა მანქანისთვის. და ჩვენ კონცენტრირდებით ამ ტექნოლოგიის ევროპაში შემოტანაზე მიუნხენიდან დაწყებით, ერთობლივად თანამშრომლობთ Uber-თან და Nvidia-სთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო აირჩიეს Uber-მა და Nvidia-მ თქვენი სისტემა? რადგან ბაზარზე ბევრი სხვადასხვა სისტემა არსებობს. რა უპირატესობა გაქვთ თქვენ? დღევანდელ რობოტაქსის სისტემათა უმეტესობა დაფუძნებულია უხეშ ძალაზე. ამას ეწოდება ბოლო-ბოლომდე სწავლება. რაც გულისხმობს ერთი ძალიან დიდი ნეირონული ქსელის გამოყენებას, რომელიც მართვაზეა გაწვრთნილი. ჩვენ ვიხენეთ განსხვავებულ მიდგომას, რომელსაც ეწოდება აგენტური ხელოვნური ინტელექტი. ჩვენი სისტემა აგებულია დიდი რაოდენობის აგენტებისგან. შეგიძლიათ აგენტები წარმოიდგინოთ როგორც სპეციალიზებული ძღოლები, რომლებიც ადგილზე კოორდინირდებიან. ამიტომ ეს მიდგომა სიზუსტის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა. ეს აგენტები კონკრეტულ სცენარებზე არიან სპეციალიზებული. ხარჯების მხრივ ერთი სრული მონოლითური end-to-end მოდელის გაშვების ნაცვლად ჩვენ ვამუშავებთ უფრო მოკრძალებულ, სპეციალიზებულ და ხელმისაწვდომ აგენტებს. რატომ განსაკუთრებით მიუნხენი? ევროპაში ხო ბევრი ქალაქია. ეს რეგულაციების გამოა? დიახ, მიუნხენი ნამდვილად ავტოინდუსტრიის გულია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იქ ყველაზე მაღალი სტანდარტებია უსაფრთხოებისა და რეგულაციების მხრივ. და გჯერა თუ მიუნხენში შევძლებთ, ყველგან შევძლებთ. ფასის მხრივ თუ ამაზე ვიფიქრებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია, მომავალში ტაქსით სარგებლობა უფრო ძვირი იქნება, სანამ გაიაფდება. ჩვენ ვჯერა, რომ ავტონომიური მართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ტაქსითა და სხვა მანქანებით მგზავრობის ხარჯებს. და რობოტაქსებზე უფრო ფართოდ იდეაა, რომ ეს ტექნოლოგია ყველა მანქანაში დაინერგოს, არა მხოლოდ რობოტაქსებში. აბა რა სელით მიუნხენის შემდეგ? მიუნხენის შემდეგ ვგეგმავთ მასშტაბურ გაფართოებას. ჩვენი ამჟამინდელი ფოკუსი ორი გეოგრაფიული არეა: ევროპა, ზოგადად, მიუნხენისა და გერმანიის ფარგლებს გარეთ და სამხრეთ აზია, სადაც ასევე ვხედავთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას მოცულობების მხრივ და გამოწვევას ქაოტური მოძრაობისა და ძალიან მჭიდრო და რთული ურბანული გარემოს გამო. და ბოლოს 20 წლის შემდეგ ჩვენი შვილები ისევ ისწავლიან მანქანის მართვას. თუ ეს უნარი სრულიად ზედმეტი გახდება? მე მჯერა, რომ უკვე 5 წელიწადში ავტონომიური მართვის მხრივ სრულიად განსხვავებული სამყარო გვექნება. ჩვენ ვნახავთ, რომ გზებზე ათასობით ავტონომიურად მართვადი მანქანის ნაცვლად უკვე 100,000-ობით და მილიონობით ასეთი მანქანა გამოჩნდება. ძალიან საინტერესოა. მოდი ვნახოთ რა მოხდება. იგორ რაიჩუკ-გაუსი, AutoBrains-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. მადლობა, რომ მიმიწვიეთ.